გადაწყვეტილებას მიიღებს თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი თქვენთან დაკავშირებით. ბალანსისთვის დაალაიქეთ ვიდეო, დამიწერეთ კომენტარებში თქვენი მოსაზრება, როგორ ფიქრობთ, რას უნდა ელოდოთ თქვენი პარტნიორისგან ბოლო-ბოლო მოვა, არ მოვა, თუ საერთოდ რეზონირდა თუ არა ეს გაშლა თქვენზე. ეხლანდელ სიტუაციის აღწერით დავიწყებ და გეტყვით, რომ ეხლანდელ სიტუაციაში თითქოს ურთიერთობა მივიდა განვითარების გარკვეულ სტადიაზე და იქ გაჩერდა და გაიყინა. ანუ იმის იქით განვითარება აღარ ხდება. არის ცოტა გაჩერებული, ჩაკეტილი, გაყინული ერთ ადგილას. შეიძლება ზოგთან პაუზაც კი იყოს პირდაპირ მნიშვნელობით. შესაძლებელია პაუზა არ არის, მაგრამ განვითარება არ ხდება ურთიერთობის, აი ერთ ადგილას გაყინული სიტუაცია. აქ შიშია სტაბილურობის დარღვევის, შეიძლება თქვენ თავადაც არ ხართ მზად, რომ რაღაცა სახის გაწყვეტილებები მიიღოთ და პარტნიორი ჩაფიქრებული პიროვნებაც ხო საერთოდ უმოძრაოდ არის და მას საერთოდ არ სურს სიტუაციის შეცვლა იდეაში, როგორც არის ღებულობს ასე და იძახის, რომ მე მეტი ამ წუთას არ შემიძლია, მე ვერაფერს ვერ შევცვლი, ესეთი მოცემულობა აქვს. თქვენ ხედავთ ძალიან დადარდიანებულებს. ძალიან ბევრს ფიქრობთ. საერთოდ აქ ქალი ურთიერთობაში ხლა არ აქვს მნიშვნელობა, კაცები მიყვრებთ თუ ქალბატონები, ქალის მხრიდან ჩანს ძალიან ბევრი ეჭვიანობა, ძალიან ბევრი ფიქრი, ნერვიულობა. შეიძლება არც აჩვენებთ თქვენს პარტნიორს და თქვენ პარტნიორთან პირიქით ძალიან თავშეკავებულები ხართ, ძალიან რბილად ხართ, ძალიან ყოჩაღად გახართ, ძალიან მაგრათაც გახართ, მაგრამ შინაგანად აი შეიძლება ნერვოზი აიყიდეთ, რომ იტყვია ხოლმე რაღაც სადარდებელი გაგიჩინოთ და თავში სახლელი სერიოზული. ეხლა ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს თქვენთან დაკავშირებით მომდევნო თვეებში. გადაწყვეტილების მიღებას რაც შეეხება პირდაპირ გეტყვით, რომ აქ მასზე არ არის დამოკიდებული გადაწყვეტილების მიღება, აქ სხვა პირები ერევიან ურთიერთობაში, შეიძლება დაოჯახებულია ეს ადამიანი, შეიძლება ოჯახის წევრები ერევიან, უბრალოდ განსაკუთრებით ქალია აქ ურთიერთობაში, რომელიც არც თუ ისე სასურველ და სასიამოვნო როლს თამაშობს. ესე ვიტყოდი, ან მესამე პირი ვიღაცა ძალიან ცუდად ერევა აქ ურთიერთობაში, აი სერიოზულად ეს ადამიანი თავის თავზე არ არის დამოკიდებული. თუ იქ ვიღაცები დათანხმდებიან, თუ იქ ვიღაცებს მოურიგდება, თუ სხვების აზრი და მისი აზრი ერთმანეთთან მოვათანხმდაში, კი ბატონო, აქ შეიძლება უკვე ურთიერთობაში სხვა ეტაპზე გადასვლა, მაგრამ როგორც ხედავ, ამ ადამიანთვის ძალიან მნიშვნელოვანია აი გარშემო ვინც არის, შეიძლება მეგობრებიც იყოს, აი უახლოესი წრის აზრს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ამ ადამიანთვის. მაინც ვნახოთ აბა კიდე რას მოიფიქრებს ბოლო-ბოლო. ეს ადამიანი რო გითხრათ, რომ თვითონ თავისი ინიციატივით ესე რომ გაუშვათ დინებაზე რამეს დიდად შეცვლის, მეთქი არა. ტრანსფორმაციაში არის, მაგრამ ძალიან ნელია, ძალიან წელავს პროცესს და უკიდურესად ზანტია. თუ თქვენ მიდგომებს შეცვლით, შეიძლება დაჩქარდეს პროცესები, მაგრამ თუ მას ესე მიუშვეთ თვით დინებით, გეტყვით, რომ აი შეიძლება ძალიან ბევრი თვე დაგჭირდეთ იმისთვის, რომ აქ რაღაცები შეცვალოს მან. ბალანსისთვის დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი გვერდი.